24-25 მაისს სიღნაღი ბავშვთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის რეჟისორის მურად ვაშაკიზის განმარტებით ტრადიციული ღონისძიება მე-14 ტარდება და თეატრალურ ცხოვრებაში მოზარდი თაობის აქტიურ ჩაბმას ისახავს მიზნად. წელს სიყვარულის ქალაქს შვეიცარიის ბავშვთა თეატრ სტუდიაც ესტუმრება. თეატრალური ფესტივალი უკვე მე-14 სეზონია ტარდება სიღნაღის თეატრში. ამის დანიშნულება ის იყო, რომ ვაზიაროთ ბავშვობიდანვე თეატრს ადამიანები. იმიტომ რომ ეხლა თქვა დედაქალაქი და დიდი ქალაქები გათანამებული არიან, რომ არის ბათუმში, არის ბეჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრი, ქუთაისში არის, თბილისში არის და ჩვენ არ განვეკუთვნებით იმ ქალაქებს, სადაც სახელმწიფოს აქვს გახსნილი ეს თეატრი და ბავშვებს შეუძლიათ, რომ იარონ ამте, ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ ეს ბავშვთა რომ თან მიეცემათ რაღაც მიზანი, რომ არსებობდეს ეს ბავშვთა თეატრები საქართველოში. ჩვენ ამას უყურადღებოთ, ესე დავტოვებთ და არ გავაკეთებთ ის ფესტივალებს, წარმოჩენას, გამოჩენას. მაშინ ეს თანდათან გაქრება და ჩვენ გვინდა რომ აი ამას ამ ყველაფერს ხელს უწყობს თეატრალური ხელოვნების განვითარებასაც და ბავშვთა თეატრების განვითარებას იმისთვის, რომ აი იმ სკოლებში, სადაც არ არის, რაიონებში, სადაც არ არის საბავშვო თეატრები, აი ამ ფესტივალების საშუალებით დავაცნოთ და მოვუტანოთ ბავშვებს თეატრი და დავაახლოვოთ ბავშვები თეატრს.